საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრები და საზმაოს მცველები ითხოვენ დაუბრუნდნენ ეთერს ის ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ გვიანღამით სამსახურიდან გაათავისუფლეს და ესენი არიან ნინო ზაუტაშვილი, რეალური სივრცის წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და სწორედ ახლა საზმაოს მცველები ითხოვენ იმას, რომ დაუბრუნდეს მოამბის ეთერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ასევე დაუბრუნდეს ეთერს ნინო ზაუტაშვილი და ანა მეტრეველი, რომელიც ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები აცხადებენ, რომ ისინი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების, ანუ თავისუფლების და არხის დამოუკიდებლობის დაცვას ითხოვენ. შესაბამისად ემსახურებიან ჟურნალისტიკას და სწორედ ამიტომ სურთ და ითხოვენ იმას, რომ დაუბრუნდნენ ის ჟურნალისტები ეთერს, რომლებიც უსამართლოდ, უკანონოდ და მათი შეფასებით სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. გათავისუფლების მიზეზად დასახელებული არის ის, რომ არხს რეპუტაცია შეუახეს, თუმცა რეპუტაციის შეახვა სწორედ იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურება მათივე შეფასებით, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არხზე მუშაობენ, ბევრი წელია ემსახურებიან ჟურნალისტიკას და ასოცირდებიან სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ჰყავთ საკუთარი მაყურებელი და ყოველთვის ემსახურებიან სიმართლეს. ამიტომ ახლა სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაც იგეგმება ცხადია. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უკვე ვახსენეთ და სამსახურიდან გაათავისუფლეს, ასევე 4 ჟურნალისტ რეჟისორს მიუვიდა შეტყობინება დისციპლინური სასჯელის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მათ არ აქვთ უფლება, შეიძლება ითქვას, რომ გააკეთონ არხის მიმართ კრიტიკული განცხადებები. ამ ადამიანებისთვის ეს ჩანაწერი არის გაუგებარი, თუ რას ითხოვს არხი მათგან და აცხადებენ, რომ ისინი ცხადი არ აპირებენ ბრძოლის შეჩერებას. ასევე დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს არხის შიგნით დიდი ზეწოლა, დიდი მუქარები, რაც ემსახურება, რა თქმა უნდა, ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობას არხის შიგნით. თინა ბერძენიშვილი, როდიონ აუცილებლად იმ ერთგვარ სამართლებრივი პროცესის იმიტაციას ვაპირებთ, რომ მართლა სამართლიანად და სამართლებრივად გავცეთ პასუხი. ვერ ვიტყვი, რომ აქვს ამის იმედი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიპოვით ამ სამართლს ქართულ სასამართლოში, თუმცა ამ სამართლებრივ გზას აუცილებლად გამოვიყენებთ. სამწუხარო რეალობა არის, რომ 100 მილიონის დახადვის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული არის გასართობი კონტენტი და არა აქტუალური სიღრმისეული მსჯელობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, არის და იქნება, რომ გაიხსნას ღია ეთერი, მოეწყოს ფართო დისკუსია მიმდინარე სოციალურ პოლიტიკურ საკითხებზე. უსამართლობა არ შეიძლება დაკანონდეს, უბრალოდ გამორიცხულია და ის რაც მოხდა, იმიტომ არა რომ მე დავტოვე სამსახური, ვასკამ დატოვა სამსახური. ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, არჩევი უკვე მზად არის. არა მხოლოდ ტელეკომპანია იმედის მიმართ, რომელიც უკვე გამზადებული გვაქვს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წინააღმდეგ არის უკვე გამზადებული სარჩელი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ საზოგადოებას დათმობოდა გაცილებით მეტი დრო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ჩვენ კანონით გვაქვს. ვალდებულება აღებული და უნდა გავაკეთოთ ბოლომდე ყველაფერი ამისთვის. არასამართლებრივად, სრულიად უსახურად მოხდა ყველა კანონის დარღვევით მოხდა ჩვენი გათავისუფლება. გუშინდელი გადაწყვეტილება დაწყებული ჩვენი ბრძოლიდან მოყოლებული არის სრულიად უსამართლო. ჩვენივე საერთობრივი გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ვითხოვთ ამ ორი ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის აღდგენას სამსახურში. ჩვენი მოთხოვნები არის, რა თქმა უნდა, ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენა. არ ვიცი და ასევე აუცილებლად ისევ დგას დღის წესრიგში დღის ეთერის დაბრუნება. არ ვიცი თუ გაითვალისწინებს ამ მოთხოვნებს, შესრულდება თუ არა, თუმცა ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სანამ აქ ვართ, მანამდე ამ საქმეს ბოლომდე მივიღებთ.
არხი საკუთარი განცხადების საფუძველზე და საკუთარი სურვილით დატოვა თია კახიანმა, რომელიც აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია არხის წამყვანების და ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თითქოს მათ რეპუტაცია შეუნახეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამის შემდეგ სწორედ თია კახიანმა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თავად საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვოს არხი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ემსახურება საზოგადოებრივ სამსახურს. ასევე დღეს გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა დავით ვერიჯანაშვილმა, რომელიც არის რადიოს წამყვანი. ჯერჯერობით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს განცხადება ხელმოწერილი არ არის, თუმცა ეს ორი ადამიანი უკვე ითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დატოვოს. რამდენიმე ხანში 3 საათისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან იგეგმება აქცია, რომელიც გამოეხმაურება სწორედ იმ მოვლენებს, რაც დღეების განმავლობაში და განსაკუთრებით გუშინ არხზე განვითარდა, როდესაც 20 წლის და 11 წლის გამოცდების მქონე ჟურნალისტები გაათავისუფლეს ეთერიდან, ჯერ იყო ისინი ჩახსნეს ეთერებიდან, უფრო სწორად ამის შემდეგ გაათავისუფლეს, უკვე გაუქმეს საშვები, თუმცა საზოგადოებრივი არხის მცველები აცხადებენ იმას, რომ რა თქმა უნდა ისინი გაჩერებას და იმის შეგუებას, რომ არხმა უნდა გააგრძელოს სუბიექტურად მართველი პარტიისადმი მიკერძოებულად ამბების გაშუქება, ამას არ შეეგუებიან, იქნება ბრძოლა, როგორც გარეთ, ასევე იქნება სამართლებრივი ბრძოლა. შეიძლება ამას მათივე შეფასებით არ ჰქონდეს დიდი შედეგი, თუმცა აუცილებლად არხის მენეჯმენტის წინააღმდეგ უკვე სარჩელის მომზადება არის დაწყებული და უნდა გასაჩივრდეს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიუვიდათ როგორც ნინო ზაუტაშვილს, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, ასევე იმ 4 ადამიანს, რომელსაც დისციპლინური სასჯელი გამოუცხადეს. ამ დისციპლინურ სასჯელში წერია ის, რომ მათ ეკრძალებათ, უფრო სწორად თუ ისინი გააგრძელებენ არხის კრიტიკას, რაც არხს აყენებს რეპუტაციულ ზიანს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის მათაც დატოვონ სამსახური, თუმცა დღეს ჩვენ ეს ადამიანები ჩავწერეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ. მადლობა გვანცა, ეს იყო გვანცა ჩხიკვაძე.